საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დიდი ცვლილებები ხდება ირგვლივ. კარგი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო ლაივი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს რეგიონში ხდება, საერთოდ რასაც მსოფლიოზე აქვს დიდი გავლენა და მინდა დღეს გესაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე ცოტა ერთ განცხადებასავით მინდა გავაკეთო. მეგობრებო, ძალიან დიდი წივილ-კივილი აქვს ატეხილი მთელ ამ კოცბანდას, რომელიც კოცბანდა ამბობს, რომ თურმე ესე რა ქვია, მე რატო ვაგინე და ვლანძღე, თურმე ამომრჩეველი. გასაგებია ეს საიდანაც მოდის, საიდანაც უბერავს ხარი, ეს დინარაძის კანტორაა. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა, ყველას ვინც ხაზავს 41, მე არ მიმაჩნია და არასდროს არ ვთვლიდი იმას, რომ ვინც 41 მოხაზა და ვინც კოცია ერთი და იგივეა. ისევე როგორც ნაცების დროს ვინც 5-იანს ხაზავდა, ნამდვილად არ ვთვლი, რომ ყველა ნაცი არის ღმერთმა დაგვიფაროს. ქვეყანაში არსებობს რეპრესიული ძალადობრივი სისტემა, რომელიც აიძულებს ადამიანებს ეს მოხაზოს, ის მოხაზოს და დამონებული არის სისტემა და საერთოდ კოცების ესეთი ჩვევა არის დაიმალონ ყოველთვის კოჭებივით ან ნაცების უკან, ან საპატრიარქოს უკან, ან ვინმეს უკან და ყველა ქართველი გააიგივონ თავიანთ პარტიასთან. თქვენი პარტია საქართველო არა. და თქვენი ესა რა ქვია კოცები, რომლებსაც მე ვაგინე, რომლებიც ყველაფერზე ათეთრებენ ბიძინა ივანიშვილს და კოცობას, ეს არ არიან თქვენი, ეს რა ქვია, არ არის ის ამომრჩეველად ნუ გადაამრავლებთ რა. ამიტომ გამგები კარგად გაიგებს, მე არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ან ჩემი სიტყვებიდან უკან მივდივარ, ან რაღაც არც არ მივდივარ, როგორც მითქვია, ისე ვიტყვი, ყველა კოცის დედა შევეცი, ყველას დედა შევეცი, ვინც მიწის გაყიდვას ქართული მშობლიური ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწის არაბებზე გაყიდვას აპრავებს და ამბობს, რომ ეს თურმე ღალატი კარგია, მიმაჩნია, რომ ეს არის მოღალატე და მოღალატეს ჭირდება შესაბამისი დეფინიცია და პასუხის გაცემა. ამიტომ არ მივდივარ მე ჩემი სიტყვებიდან, ასეთან ნუ გააიგივებთ რა თქვენ ბინძურა ყროლებულ თავს საქართველოს მოსახლეობასთან, რომელსაც აიძულებთ ამდენი ხანი, რომ ხარი დაგიჭირონ, დამოკლეს מחვილით დამოკიდებული, რა ვიცი, ნაცობის გულისთვის, რისი გულისთვის, ღმერთმა იცის რა. ისინი მობრუნდებიან და ამ დატერორებულ ხალხს კიდე ნუ იფარეთ რა. კოცები ხართ, ხართ კოჰაბიტატორები, ხართ საყდრისის დამანგრევლები, ხართ LGBT კანონების მიმღებები, ხართ სამშობლოს მიწის გამყიდველები არაბებზე და იმსახურებთ გინებას, მოღალატეები ხართ და შეგარგოთ დედის რდესავით ღმერთს, დანარჩენზე არ მაქვს ლაპარაკი და ხო ისე რა მინდა გითხრათ, იცით, აი იქ რო აგდებული აქვს ვიღაცებს და ქვემოთ მუქარებს რო წერენ, აი მუქარებით რო გაქვთ ისა პირი აკაფებული, ამას გიზამ, იმას გიზამ, თქვენივე კანონების მიხედვით ეს დასჯადი არის ისე და მანდამაიც კოცია არ უნდა ვიყო, რომ ისა რა ქვია კანონმა იმუშაოს რა. წესი და რიგით რო ავდგე ახლა და საჩივრები დაგიწეროთ, რომ მიდით და ეგ წესი და რიგით მაგმუქარების გამო იქ უნდა გათრიონ, სადაც უნდა გათრევდნენ, მაგრამ ახლა როდესაც სახელმწიფო სისტემა გებრძვის, თავის ვირთხებს და თავის კუც არავინ არ დაისჯის. ამიტომ თუ ვინმეს კიდე რამის ტრაკი გაქვთ, იქ ვინც წერს ამინ დავიდავიო, მიდით და გაეცით პასუხი. აბა თქვენ როგორ გინდათ ახლა სამშობლოს გაყიდოთ და ლანძღვაგინებაც არ მიიღოთ, ეგრე არ ხდება ძმაო. ეს მოკლე ლირიული გადახვევა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა გადავიდე ახლა აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საკითხიც არის უკრაინის თემა. დიდი ხანია ამ თემაზე არ გვისაუბრებია, არ მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ არც ფრონტზე ხდებოდა ისეთი რაღაცეები, რომელიც შეიძლება ჩათვლილიყო რამე მნიშვნელოვნად და თავისთავად ეს მანიშნებელი იყო იმისი, რომ არც ზემოთ მოხდებოდა რაღაცა სერიოზული რაღაცეები, რაც ამ ომში გარდატეხას შეიტანდა და ასე იქნებოდა და ისე იქნებოდა რა სიტუაცია შეიცვლებოდა. მაგრამ ეს ბოლო პერიოდი არის და ისევ და ისევ ეს ყველაფერი უნდა მიეწეროს იმას, რომ რუსულ არმიას აქვს ძალიან დიდი წარმატებები ამ ომთან დაკავშირებით. მე ადრეც ვამბობდი და იმ ბრიყვების გასაგონად, აი 3 წელია ვერ დაიპყრო უკრაინა და 3 დღეში იღებდა და რაღაცა მსგავს ბოდებს რომ მომდნენ, გეუბნებოდით, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ესა რა ქვია საკითხი, ეს არის სამხედრო პოლიტიკური საკითხი, სამხედროებს როცა უბრძანებენ და რასაც უბრძანებენ,
იმას შეასრულებენ, იქ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტავს ამას. ეხლა როდესაც უკრაინული არმია მოქცეული არის, საკმაოდ დიდი ნაწილი არის მოქცეული ეგრეთ წოდებულ კატეოლებში, ანუ ქვაბებში, საიდანაც ალყაში, ასე რომ ვთქვათ, გამოსვლა არის ძალიან ძნელი. ფაქტია ის, რომ როდესაც ეს გარდატეხა მოხდებოდა, თავისთავად უკვე რუსულ არმიას იქნებოდა ძალიან სწრაფი პროგრესი, იმიტომ რომ გამაგრებული რაიონები არ შეხვდებოდა. ამიტომ ამ ომს ვინც აფინანსებდა და ვინც ამ ყველაფერს ხედავდა ძალიან კარგად ფლობდა სიტუაციას ფრონტის ხაზზე და როდესაც კი შეატყო იმას, რომ ეს ფრონტი შეიძლება ძალიან მალე ჩამოიშალოს, ამ შემთხვევაში წამოვიდა უკვე საუბარი, ცოტა განსხვავებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დრო არის უკრაინამ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და ამერიკის ადმინისტრაციამ დაამუშავა შესაბამისი დოკუმენტი, შესაბამისი მოთხოვნებით, შესაბამისი პუნქტებით და ჯერ არ არის ღიად გასაჯაროვებული, მაგრამ იქნა გადაგზავნილი ეს განიხილება აქეთ-იქეთ. რა არის ახლა აქ ახალი არაფერი არ არის. ყველა ვინც ადევნებდა ამ ომის პერიპეტიებს თვალს და რუსების მოთხოვნები რაც იყო, ეს იყო უკრაინის როგორც ასეთი ბირთვული შეიარაღების სახელმწიფოს გამორიცხვა, ნატოში შესვლის გამორიცხვა, ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩენა, ბრძოლის ველზე არსებული რეალობების, ანუ დაპყრობილი ტერიტორიების აღიარება და უკვე დე-იურეთ ცნობა რუსეთის ნაწილად, იგივე ყირიმი, იგივე დონბასი, იგივე სხვადასხვა მიმართულებები, რომელიც არის და უკრაინის არმიის შემცირებას და უკრაინაში რუსული ენის დაშვებას არაფერი იქ არ შეცვლილა, როგორც ამბობენ. და როგორც კარგად ხედავენ ამას დასავლეთის, ასე რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობა, შეერთებული შტატები ძირითადად რომელიც იყო ამ ომის იარაღით და დაფინანსებით ძირითადი წყარო, იმიტომ რომ ევროპას არ შეუძლია ამ რაოდენობის იარაღის წარმოება, უბრალოდ მილიონამდე ჭურვის წარმოებას კი არ შეუძლია ისე სწრაფად, როგორც ჭირდება ამას ფრონტს. აქედან გამომდინარე, მთავარი დამფინანსებელი და მთავარი შემაიარაღებელი შეერთებული შტატები, რომელიც იყო ამ ომის და ამბობს, რომ დრო არის და ხაზს ამბობს ულტიმატუმის ფორმით, რომ 28 ნოემბრამდე უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების შეთანხმება, ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში გადაწყვეტილი აქვთ ამ მდგომარეობაში რამენაირად შეჩერდეს ეს ომი, გაიყინოს, თუნდაც გაყინული კონფლიქტის სახე გაყინული WhatsApp-ის უკაცრავად ერთი წუთი ქალბატონო გაყინული კონფლიქტის სახით იქნას შენარჩუნებული. წავიკითხავ ქალბატონო WhatsApp-ს აუცილებლად მეორე ტელეფონში მაქვს უბრალოდ ნომერი და WhatsApp-ს ვამოწმებ 4 დღეში ერთხელ ვერ ვახერხებ. უბრალოდ ბევრი წერილი არის შემოსული და ამიტომ მიგვიანდება პასუხის გაცემა და ვინმეს არ გიგონოთ რომ თავის დროზე არ წერთ, ძალიან გთხოვთ შემაწყვეტიეთ საუბარს, მოვახერხებ, წავიკითხავ და გიპასუხებთ აუცილებლად. გადაწყვეტეს, რომ ამითი მოხდება სახის შენარჩუნება უკრაინის როგორც ასეთი, რომ უკრაინა დარჩება როგორც სახელმწიფო რუკაზე, არ იქნება იმდენი ტერიტორიები მიტაცებული, რასაც რუსები თავიდანვე გეგმავდნენ. იქნება ბუფერი, წავა ეს გაყინული პერიოდი და ეხლა ტრამპის გეგმა რაც არის და რაც ძალიან უნდა, ნობელის პრემიას ალბათ მიიღებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ასე იქნება და ასე იქნება, ყველა ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს ამ კონფლიქტში. როდესაც ამას თავის დროზე ვსაუბრობდით, რა ვიცი, რას არ გვეძახდნენ რუსეთუმებს, ასეთებს, ისეთებს, ახლა ომზე და შეიარაღებაზე ლაპარაკობს ხალხი, რომელმაც, რა ვიცი, კალაშნიკოვის კალიბრი არ იცის და ნავთყორცნი არ იცის რა არის და აეროპორტი და აეროდრომი ვერ გაუსხვავებია ერთმანეთიდან და კლასიფიკაციის განსხვავება არ შეუძლია, გამანადგურებელი რა არის, მოიერიშე რა არის, ბომბდამშენი რა არის და საქართველოს ყველაფერი ზედაპირული არის, მაგრამ დადგა ეს მომენტი. ვნახოთ, ძალიან სერიოზული საკითხები არის დადებული, რომელიც სერიოზული საკითხებიც გადაწყვეტას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს არ შედის არც დასავლეთის ინტერესებში, ევროპის ინტერესებში არ შედის, რომელი პოლიტიკური ელიტაც თავისთავად ამ ომზე დგას და განსაკუთრებით
დღევანდელი ევროკავშირის არსებობა არ არსებობა ბევრ ნაწილად არის ამ ომზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ამ ომმა ძალიან ბევრი ფინანსების შეჭამა, ძალიან ბევრი დიდი ზარალი მოუტანა ევროკავშირს და ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ ზარალთან ერთად მარცხიც იქნას გარანტირებული, ამიტომ სერიოზული ცუდი ამბებია. ამ ყველაფრის კიდე მანიშნებელი არის ის, რომ უკრაინაში თვითონ ძალიან დიდი კორუფციული სკანდალი აგორდა. ყველა მიცის ახლა ისედაც უკრაინაში რა იპარებოდა, როგორ იპარებოდა, ახლა ვინც, მაგრამ ესე ღიად არ გამოდიოდა ეს ოქროს უნიტაზებით დაწყებული და ეს მთელი პოლიტიკური ელიტაში რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა ამ ფულების მოტეხვა, გადატეხვა, ამასქნა, იმასქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ზელენსკიზე წყლის შეყენება არის სერიოზულად აზრის მომწიფება საზოგადოებაში, რომ ეს კაცი არის წასასვლელი, უკრაინამ რაღაცნაირად თავისი ბედი უნდა განიხილოს, გადაწყვიტოს და თუ ამას არ დათანხმდებიან, მაშინ მიდით და იომეთ ჩვენი იარაღის, ჩვენი ფინანსური დახმარების, ჩვენი ასე რომ ვთქვა, სადაზვერო ინფორმაციის, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე და რა ვიცი, კისერი მოგიტეხიათ რა, ხართ სადღაც გასული რომელიღაცა ასტრალში, რომელი ასტრალიდანაც ხედავთ, რომ თურმე უკრაინა რუსეთს სტრატეგიულ დამარცხებას მიაყენებს. ნუ ასაგებია ეს ყველაფერი. ფაქტია ის, რომ ბრძოლის ველზე ვერ მოხერხდა რუსეთის დამარცხება, პირიქით რუსეთმა უკრაინას პლუს გაერთიანებული ის დაქირავებულების და ის შეერაღება, რაც იქნა, ეს უზარმაზარი ხარჯი ამ წლების მანძილზე განხორციელებული და ძალიან დიდი სერიოზული დახმარება, ალბათ ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ გაუმკლავდებოდა ალბათ ამ რეალობაში, იმიტომ რომ არ არის მზად ომისთვის, აღმოჩნდა რუსეთი ომისთვის მზად და მოახერხა მოდერნიზება, ამ ყველაფრის გადაწყობა, გადმოწყობა, მობილიზაციის ჩატარება და გამოწვევა შეხვდა ისე როგორც შესახვედრი არის. მე მიჩნდება უბრალოდ ახლა ნახდათ ვიტყოდი და სულ ნამდვილად ფეხებზე მკიდია უკრაინაც, რუსეთიც, ამერიკაც, ევროპაც და ნამდვილად მეორე ხარისხოვნად ჩავთვლიდი ამ ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი აზრი არის ასეთი, ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, როგორც კი რუსეთი მორჩება და საინტერესოა ჯერ საერთო ჯამში უკრაინის ამბები როგორ მორჩება, მაგრამ როგორც კი რუსეთი მორჩება უკრაინის ამბებს, ის აუცილებლად მოbrunდება კავკასიისკენ. კავკასიისკენ მართალია დღევანდელი ქოცური ხელისუფლება რუსებს გულზე ახატიათ და ამბობენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსები აუცილებლად დასვამენ შემდეგ კითხვას და აი კარგად მომისმინეთ რა. ეხლა მინდა ეს უთხრა განსაკუთრებით ქოცებს და ის კონსტიტუციონალისტი რო ყავთ პრემიერი, რომლის ინიციატივითაც იქნა ჩაწერილი ნონსენსი საქართველოს კონსტიტუციაში, ისა რომ თურმე საქართველოს ნატოს და ევროკავშირის 78 მუხლზე მაქვს საუბარი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი უნდა გახდეს, აუცილებლად რუსეთი დასვამს აი ამ კითხვას, რომ რა ხდება ბიჭებო თქვენთან, რა ამბები არის თქვენთან საქართველოში, თქვენ კიდე გინდათ ბიჭებო ნატოს და ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირის კიდე იმდენად ნაკლებად, მაგრამ აი ნატოს წევრობა კიდე გინდათ თუნდაც ფურცელზე, იმიტომ რომ ამ ომის წარმოება რის გამოც მიმდინარეობს უკრაინაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზი. ეს არის მიზეზი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. უფრო ნატოს, რომელზეც იყო ეს საუბრები და აი, როდესაც იარაღს დაგიმიზნებთ და როდესაც იარაღს მოგადებთ შუბლზე, აი ასეთ შემთხვევაში რა რეაქცია გექნებათ ქოცებს? ქოცებს, აი ამ სამშობლოს მოღალატეებს. რა რეაქცია გექნებათ? როგორ გააправებთ ახლა ამ ყველაფერს, ეს ცალკე საკითხავი არის, ალბათ შეფუთავთ, შემოფუთავთ რაღაცნაირად და ზომბირებული იმდენი საკითხავთ, რა ქვია, გამправებელი ააგდებთ ალბათ ამ ყველაფერს, კაცო, მაგრამ თუ არა მოიღებთ, რა იქნება? თუ არა მოიღებთ, იქნება ის რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ იმდენად უყვარს ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი და საკუთარი ფული და ქოცებს საკუთარი ქონება და საკუთარი ღორული ცხოვრება, ამას გააკეთებენ, მაგრამ ეს იქნება უკვე სერიოზული დარტყმა
ქვეყანაზე, როგორც იმიჯის თვალსაზრისით, როგორც თავისი ხელისუფლების თვალსაზრისით და ძალიან ბევრ ასპექტში. ამიტომ სანამ ეს ყველაფერი მომხდარა, თუ თქვენ ტვინი გაგაჩნიათ კოცებს, თქვენ შეგიძლიათ მსგავსი რაღაცა ადრეს მithქვია და ძალიან კარგად იცით ეს ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს. ეხლა გამოვლიან და იტყვიან იმას, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს და საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონების შემთხვევაში ჩვენ ვერ შევცვლით ამას. ტყუილია ეს ყველაფერი. არსებობს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც შეიძლება იქნას სარჩელი შეტანილი, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს აი ამ რა ვიცი მე არარსებულ რაღაცა აბსურდულ მუხლს, რომელი მუხლიც არის ჩაწერილი და ცნობს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ასეთი მაგისტვის არის შექმნილი, არა მოქმედად გააუქმებს ამ მუხლს, დაუბრუნებს პარლამენტს და როდესაც იქნება საკონსტიტუციო ეს, რა ქვია, იქნება მისი განხილვა, ამოღება და შესწორება გაკეთებული. ამიტომ კოცებს ეს ტექნიკურად ასე შეგიძლიათ შეასრულოთ და წესით და რიგით ასეც უნდა გააკეთოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ თუ არ გააკეთებთ, რაც მოყვება მას მე მithქვია და დანარჩენი აგერა კობახიძის და ბიძინას იმედად იყავით, ან იმისი ალაბარის იმედად იყავით იმაში, რა ქვია, საქართველოში რა. და მე მინდა დაუბრუნდე ისე უკრაინას, რაც შეეხება უკრაინის საკითხს. ეხლა უკრაინის საკითხი შემდეგნაირად იქნება წარმოჩენილი, რომ ეს არის პატური სიტუაცია, რომ ესა რა ქვია, უკრაინამ იბრძოლა იომა თავისი დამოუკიდებლობისთვის, როგორც თავის დროზე იბრძოლა ფინეთმა და მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნა და ამიტომ როგორც ალბათ ფინეთი იყო ნეიტრალური და მერე როცა მოხერხდა და შევიდა ნატოში და კვატოში, ასე შეპირდებიან, ამას წარმოაჩენენ იმათ, რომ უკრაინამ პატური სიტუაცია შექმნა და დაიცვა საკუთარი ტერიტორიები და დაზავების ხელშეკრულება იქნება საკუთარი ტერიტორიების ხარჯზე. აი ეს სცენარი არის სავარაუდო, ერთადერთი ძალიან დიდი პლუსი გააჩნია ამ ყველაფერს, გააჩნია ის, რომ ამდენი ადამიანის ხოცვა ჟლეტვა, ამდენი უბედურება, ამდენი ბოროტება, რაც ამ ხნის მანძილზე ხდებოდა უკრაინის მიწაზე, ეს შეჩერდება და ნუ როგორც ადამიანურად ადამიანების მკვლელობა არ იქნება ამდენი რამედან გრევა და უბედურება. რაც შეეხება ეხლა ამ ქართველ სლავა უხრაინელებს, ეხლა TikTok-ზე რამდენიმე ის შემხვდა, ხალხი ტირის პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტირის უკრაინის გამო. მე გირჩევთ თქვენ ტირილს თავი დაანებოთ, მოგიდოთ იარაღს ხელი და წახვიდეთ უკრაინაში საუმრად, კაცები, ქალები წაიყოლოთ და ესა რა ქვია, სამედიცინო დახმარება გაუწიოთ დაჭრილებს და ამით დაამტკიცოთ თქვენი ერთგულება უკრაინელი ძმების მიმართ. არც ერთი არ მენანებით და არც ერთი არ მენაღვლებით სიმართლე გითხრათ რა. იმიტომ არ ვთვლი მე უკრაინას არც მოძმე სახელმწიფოდ, პირიქით. ამაზე აღარ მინდა საუბარი. ეს არის ხალხი და ეს არის ქვეყანა, რომელმაც ვიგოდის მეტი არაფერი არ იცის, რომელ საზოგადოებაშიც და რომელ ქვეყანაშიც განყიდველობა და ღალატი სისხლშია გამჯდარი, არც ახლა იმდენი მოღალატე ხვალ საქართველოში სხვას შეიძლება უფლება არ აქვს, რომ სხვას ეს უთხრათ, მაგრამ ფაქტია ასე, იმიტომ უყვარს ალბათ ბევრ მოღალატეს საქართველოში უკრაინა და უკრაინელების ბედი იმიტომ ადარდებს, საკუთარ თავს ხედავს. და აი ეს რეალობა დადგება რეგიონში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი, ის ლოგიკური შედეგი, რომელიც ლოგიკური შედეგიც ამდენი ხნის მერე დადგა. ეს არის შედეგი დღეს არ ვიცი, დღეს კი არა გუშინ მე მგონი შესრულდა 11 წელიწადი მაიდნიდან, რომელზეც ვენებს იჭრიდნენ. აი რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას ნგრევა, განადგურება, გათახსირება და კიდე ერთხელ იქნა დამტკიცებული, რომ დასავლეთის ქვეყნები არანაირ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაებმებიან რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კოლოსალური ხარჯი გაწიონ იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყანა მიომონ და უკანასკნელ უკრაინელამდე ხორცი იქნას შერჩენილი. ორჩა დამთავრდა. ეს იყო ელემენტარული პრიმიტიული გეოპოლიტიკის ამოცანა ორჯერ ორი როგორც არის 4 და ისე ვერ გავიდოდა თავიდანვე ეს ყველაფერი როგორც ვერ გავიდოდა მაგალითად ის რომ
მექსიკაში შესულიყო მაგალითად ოდეკაბეში და რუსული ბაზები ყოფილიყო მექსიკაში ისე წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი უკრაინის ტერიტორიაზე. არ უნდათ ახლა ამის დაჯერება, არ უნდათ ამის შეგნება საქართველოში სამწუხაროდ, მაგრამ არა მარტო საქართველოში სხვაგანაც ეს პროპაგანდის საერთოდ ყოველთვის ერთი რაღაც არის რა. პროპაგანდა ყოველთვის განასხვავებთ ანალიტიკიდან. რეალური ანალიტიკა აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის და პროპაგანდა აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის. ამიტომ მე პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ობიექტურად უნდა იქნას. გონების თვალით უნდა იქნას ეს ყველაფერი. განხილული, გაანალიზებული და მე მაინტერესებს ახლა სადახართ ის ექსპერტები, რომელი ექსპერტებით იძახოდით, რომ რუსეთს ტანკი არ აყავს, გაუნადგურდათ, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია განადგურებული არის, ეს არის, ის არის. მოკლედ 1000 სისულელეები რაც გვესმოდა, ეს არის თქვენი პროპაგანდის შედეგი და ალბათ იქნება ესეთი რაღაცაც მომხდარი, როგორიც მოხდა საქართველოში ამ აზრს ექნება სერიოზული მუსირება, რომ უკრაინამ ომი კი არ წააგო, უკრაინამ ომი მოიგო, იმიტომ რომ ის გადარჩა. იმიტომ რომ რუსეთმა ბოლომდე ვერ დაიპყრო. ისე როგორც ჩვენ 2008 წელს თურმე ომი მოვიგეთ, რომ რუსეთმა ჩვენ ვერ დაგვიპყრო. აი ამაში არის მთელი ბოროტება და ამაში არის მთელი უბედურება, ეს პროპაგანდის ძირითადი ფუნდამენტი არის წარმოაჩინონ ის რეალური შედეგი, რომელი რეალური შედეგიც არის, არა და უკრაინელებს რომ თავის დროზე მიეღოთ გადაწყვეტილება და სტამბოლის ხელშეკრულება გაეთვალისწინებიათ, იქნებოდა ამდენი ადამიანი ცოცხალი, არ იქნებოდა ესე დანგრეული მიწასთან გასწორებული უკრაინა, დონბასიც იქნებოდა მათ შემადგენლობაში და სხვა ბევრი რამე და გადარჩებოდა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ბედი. არ მოხდა ასე, სამწუხაროა ის რაც მოხდა, მაგრამ უკვე დამდგარი ფაქტი არის დიდი ალბათობით. მე არ იმასაც სხვათა შორის არ შეეხება იმას, რომ ამით ომის საერთოდ სამუდამოდ გაჩერდება, არ ვიცი ჯერ რაში თანხმებას მიაღწევენ, აქედან გამომდინარე შეიძლება იქნას ნავარაუდები რა. ხო, ჩიპები ამოიღეს სარეცხი მანქანებიდან რუსებმა და ამოღებული სარეცხი მანქანებიდან ჩიპებით დააპროგრამეს რაკეტები და იმით დაბომბეს და გაიმარჯვეს. რა უნდა ველაპარაკო მე ასეთ ადამიანებს თავისთავად ცოტა აზზე მოდით რა. ამ თემასთან დაკავშირებით მე კიდე გვექნება განხილვა, დავაკვირდეთ ახლა რა როგორ და რანაირად იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ეს სცენარი არის უახლოს მომავალში მოსალოდნელი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მიჯდება უბრალოდ ტელეფონი და ვეღარ გავაგრძელებ ლაივს, უნდა დაგემშვიდობოთ.